ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წელს დადგინდა. გადაწყვეტილება მთავრობა მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და ხელისუფლებისგან მხარდაჭერა ითხოვეს. ამ შეთანხმებაზე სამი მხარე ყავს, ერთი წისქვილები, რომელთაც გაუჩნდათ ვალდებულება კონკრეტულ ფასად შეისყიდონ ადგილობრივი მწარმოებლებისგან ხორბალი, პურის მწარმოებლებს კი პირველი ხარისხის ფქვილი ისეთი პირობებით უნდა მიაწოდონ, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს. ყავს თუ არა ამ შეთანხმებას მხოლოდ ერთი მოსარგებლე მხარე წისქვილები, როგორც ამას პურის მწარმოებლები ამტკიცებენ და რას შეცვლის მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის შესაძლო გაუქმების საკითხის გააქტიურება. ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლების პოზიციას მოვისმენთ ამჯერად მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე შემოგვიერთდა სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ სიუჟეტში მოვისმინეთ, როგორც პურის მწარმოებლების მხარის პოზიციები და ის არგუმენტები, რაც რეალურად აქვთ მათ ამ ეგრეთ წოდებულ დამაბალანსებელ გადასახადთან დაკავშირებით, ასევე მოვისმინეთ ფქვილის მწარმოებლების, ასე ვთქვათ, შეფასებები, რამდენად, ასე ვთქვათ, ეს საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში. მე თქვენი პოზიცია მაინტერესებს, რადგან შეთანხმების ერთ-ერთი მხარე იყავით თქვენ ადგილობრივი მარცვლეულის მწარმოებლები და პირობა, რომელიც ჩაიდო ამ შეთანხმებაში იყო, რომ წისქვილებს უნდა ემუშავათ ისე რომ უნდა შეესყიდათ ადგილობრივი მწარმოებლებისგან მარცვლეული. თქვენ რამდენად ისარგებლეთ ამ შეთანხმებით, გისმენთ? ამ შეთანხმებით ვისარგებლეთ ცოტა ხანს, პირველ 2023 წელსია საუბარი, ცოტა ხნით მოხდა სადღაც 7-8000 ტონა გაიყიდა მხოლოდ და შემდეგ ისევ, ასე ვთქვათ, იაფიანმა ფქვილმა, რომელიც უკვე 38 ლარად შემოდიოდა 40 ლარად ქვეყანაში, მთლიანად მოკლა გაყიდვები და გააჩერა წისქვილები. და ფასები ამავდროულად პურზე გახდა ზედაზღვარი, როდესაც ფქვილები 75-80 ლარამდე ავიდა 2022 წელს. ამ დროს აიწია პურის ფასმა და არ იყო მაშინ რა თქმა უნდა გადასახადი. შემდეგ ხდება ის, რომ დაწესებული გადასახადის პერიოდში, უпростоრეთ სანამ ხდება 38 ლარად შემოსული ფქვილი იყო, მაგრამ პურის ფასი არ გაიაფთა. 10 თეთრი დაიკლო მხოლოდ გვახსოვს და მაშინ ასახელებდნენ, რომ არ იყო მარტო ფქვილის ფასი, პურის ფასზე ზეგავლენის მომხდენი. ამიტომ დაწესების შემდეგ ნელ-ნელა წამოიწია თანხმდა 53 ლარამდე შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, ფასის შენარჩუნებაც და წისქვილი ამუშავდებოდა, ფერმერი გაყიდიდა მარცვლეულს. ეს იყო სამი მხარის შეთანხმება, რომელიც შემდგომში იქნა გადახედილი ისევ თავის მხრიდან, თვენახევრის წინ იცით, რომ პურზე ფასი ისევ მოუმატეს, იმიტომ რომ 53 ლარს რეალურად დაცდა ფქვილის ფასი და ფასიც მოიმატა, ასე ვთქვათ, მაგრამ დღეს ეს არგუმენტი, რა ვიცი, მე მგონია ჩიქაში ქარიშხალის ატეხვა, რადგან თუ ჩვენ ამ შემთხვევაში ამ საკითხს გადავხედავთ, ეს გადასახადი მოიხსნება, გამოიწვევს ორი დარგის გაჩერებას. ერთი, რომ წისქვილი ვეღარ იმუშავებს, არაკონკურენტულ გარემოში ჩავარდება, იმიტომ რომ უფრო ნათელი რო გავხადოთ რუსეთში მაგალითად ფქვილზე მოხსნილია მოსაკრებელი, როდესაც ფქვილი შემოდის, როდესაც ხორბალი შემოდის ქვეყანაში ჩვენთან მაგალითად, ეს მოსაკრებელი არის გარკვეული თანხა. ესე იგი არაკონკურენტულ გარემოში აყენებს ადგილობრივ კომპანიებს. ამიტომაც იყო, როცა გააქტიურდა ამ გადასახადის, საპირწონე გადასახადის დაწესების. იმიტომ ეს იყო აუცილებელი, რომ ისინი ანვითარებდნენ თავის ინდუსტრიას, წისქვილებს და ადგილობრივი წისქვილები ფაქტიურად გაჩერდა და 3000 ადამიანი უმუშევარი დარჩა და მთლიანობაში გაჩერდა დარგი. ამან გამოიწვია ისაც, რომ აისახა ფერმერებზე, რადგან მოთხოვნა აღარ იყო იმდენად, აქაც კონკურენცია არ იყო, მანამდე იყო ირანში გატანის შეზღუდვა და ამ ყველაფერმა ფერმერებზე ასე ვთქვათ, აისახა ჩვენს ესხებზე თვითღირებულებაში რო ვერ გაიყიდა 2 წელიწადი, ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა და ფაქტიურად ფართობები 30%-ით შემცირდა ნათესების. ფაქტიურად წავიდა იქითკენ საქმე, რომ სასურსათო უსაფრთხოება კითხვისას დადგა, იმიტომ რომ ის 150 და სხვადასხვა მონაცემით ცოტა მეტი ხორბალიც, ეს ის ხორბალია, რომელსაც ფერმერები თვითონ უზრუნველყოფენ ამის შენახვას წისქვილებთან, ასე ვთქვათ, წისქვილებს აქვს კიდე თავისი მარაგი და როგორც თვითონ აცხადებენ, მეპურეს, ანუ საცხობებს მხოლოდ 2-3 დღის მარაგი აქვს და ეხლა წარმოიდგინეთ ეს ორი დარგი რო ჩამოშალოთ და მთლიან რუსულ ფქვილზე გავხადოთ დამოკიდებული ქვეყანა, იმიტომ რომ ეხლა ამას ითხოვენ ფაქტიურად.
რომ თუ ეს გადასახადები მოიხსნება, აგაჩერდება ორივე და სასურსათო უზრუნველყოფას ვინ გააკეთებს, ვინ აიღებს გარანტიას, თვითონ აიღებენ, როდესაც 2-3 დღის მარაგი აქვთ მარტო. რა პასუხია ეს, ხო? ამიტომ თუ სხვა რამე პრობლემა შეიძლება აქვთ რაღაც გამოწვევი, მაგრამ თვითონვე აღნიშნავდე, რომ აქ მარტო ფქვილი არ იყო მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ არგუმენტირებულად ვამბობდით, რომ 75 ლარის შემთხვევაში იყო რაღაც ზედაზღვარი დაწესებული პურზე და 38 ლარზე რო ჩამოვიდა, ამბობდნენ, რომ სხვა გადასახადები აქვს. შეიძლება სხვაგან არის პრობლემა. შეიძლება აქვთ რაღაც გამოწვევა და რომელსაც სხვანაირად უნდა გადახედვა. ახლა ხაჭაპურის ინდექსი გაქვს, ეგანაც ვამბობდით, ახლა პურის ინდექსი უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ხაჭაპური უფრო ფუფუნების სურსათია და რა კომპონენტებისგან შედგება, სად არის გამოწვევა, იქნებ სხვაგან არის, სხვა მიმართულებებით არის ეს ყველაფერი. ალბათ დარგობრივი სამინისტროც უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ ასე ვთქვათ პერიპეტიებში, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ფაქტია, პერიოდულად აქტიურდება ხოლმე ეს საკითხი. ბატონო ნიკოლოზ, რადგან თქვენ ერთ-ერთი მხარე იყავით ამ შეთანხმების, ჩვენ ასევე ისიც გვახსოვს, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნა ადგილობრივი წარმოებული მარცვლეულის ჩაბარებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თავად წისქვილები ამბობდნენ, რომ ის ხარისხი, რასაც რეალურად ფქვილის წარმოებისთვის ითხოვენ, წისქვილ კომბინატები იმ ხარისხის მარცვლეულის წარმოება შეუძლებელი იყო აი ამ წინა პერიოდში. დღეს როგორი სურათი გვაქვს, აი ამ თუნდაც წინა წლის სურათი როგორი გვაქვს და აი რამდენად მუშაობენ მწარმოებლები, მარცვლეულის მწარმოებლები, რომ ეს ხარისხობრივი პარამეტრები გაუმჯობესდეს, რომ მათ შორის წისქვილებმა აქტიურად დაიწყონ შესყიდვები ადგილობრივი ფერმერების. იმას ვერ დავეთანხმები, რომ უხარისხო იყო ხორბალი, აქ რაზეა საუბარი. სოფლიოში ყველგან არის წელი, პერიოდი, ქვეყანა, ნიადაგი, ჯიში ხორბლის დაახლოებით საშუალოდ 50-50-ზე 60-40-ზე. ანუ ერთი ნაწილი ნახევარი არის სასურსათო, ნახევარი არის ასე ვთქვათ, პირუტყვისთვის, რომელიც საფურაჟია. ყველა ქვეყანაში ესეა. ქვეყანაში, სადაც მოდის პირობითად 150-160 ტონა და რომელიც შეგვიძლია ავიყვანოთ 500.000 ტონამდე წლიურად ამის რესურსი გააჩნია ქვეყანას. თუ ხელშემწყობი პირობები არ იქნება და ადგილობრივს მოუკლავთ და დავჯდებით იმპორტულზე, ყოველთვის ეს პრობლემა დაგვიდგება, მაგრამ ის ნაწილი, რასაც წისქვილების შევსყიდველიანობა ქვია, აქ ძალიან აკონტროლებენ. წისქვილები ეძებენ მხოლოდ ხარისხიანს იმ პარამეტრებით, რომელიც მათი რეგლამენტით არის და რეგლამენტით მუშაობენ. ყოველ შემთხვევაში, როგორც ვიცით, ეს ასოციაციის წევრი წისქვილები და კიდევ არის სხვადასხვა წისქვილები, რომლებიც არ მუშაობენ და აცხადებენ, ეს უკვე ჩვენი არ არის ჩვენი დარგი და ამაზე კომპეტენტური ვერ ვიქნები, მაგრამ ცხადია ეს, რომ ეს ყველა ქვეყანაში ესეა და ის რაც სასურსათოა მიაქვს წისქვილს, რაც არ არის, მიდის საფურაჟედ, მეფრინველობა იქნება, მეცხოველეობა და ასე შემდეგ. ბატონო ნიკოლოზ, რა წილია, რომელიც უშუალოდ ეს მაღალი ხარისხის? დაახლოებით არის წელი, რომ 60% საფურაჟია, 40% მაგალითად სასურსათო არის პირიქით. ეს სხვადასხვა რამეზეა დამოკიდებული, არ არის მხოლოდ ეს ამინდზე, არის ნიადაგი, ხარისხი, მოვლა თვითონ, რა ხარისხის ხორბალი გვითესია, საფურაჟია თუ სასურსათო. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, დაახლოებით საშუალო სტატისტიკა ესეა, რომ 50-50-ზე და ჩვენ ქვეყანაში ორივე დეფიციტია, მაგრამ დეფიციტის კი არის, მაგრამ შეიქმნა გაყიდვის პრობლემა. და აი ამ შემოღებულმა გადასახადმა, რომელიც სწორი გადაწყვეტილება იყო მაშინ მიღებული, დააბალანსა, რომ ყოფილიყო სამართლიანი სამივე მხარესთვის. მაშინ მხოლოდ იყვნენ პურის ქარხნები მოგებული, იცით რომ 38%-ზე გავიდნენ მაშინ მოგებაზე. შეიძლება შეუმცირდათ, ეხლა გასაგებია, მაგრამ ეხლა ვერ ასე ვთქვათ, როგორ უნდა გადავაყოლო და დამოკიდებული გავხადოთ ერთ ქვეყანაზე, აქ საუბარი იყო ყაზახურ ხორბალზე. ძალიან კარგი. იმიტომ რომ უნდა მოხდეს დიფერენცირება ბაზრის, უნდა მოხდეს, არ უნდა ჩამოვეკიდოთ, რაც არ უნდა ძლიერი ბაზარი იყოს ერთ ბაზარს და ერთ ქვეყანას. ამიტომ საჭიროა ეს როგორც ხდება, შემოდის ყაზახურიც, შემოდის რუსულიც და ქართულიც. ეხლა იცით ახალი მოსავალი მოდის ერთ თვეში. დიახ, აი მასაც მინდა გკითხოთ, როგორი მოლოდინები გვაქვს ამ მიმართულებით, თუნდაც ფართობები რამდენად არის გაზრდილი, ფასები ძალიან მნიშვნელოვანი იყო წინა პერიოდში, გვახსოვს ფერმერებისთვის არ იყო მისაღების ფასი, რაც რეალურად იყო ბაზარზე, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ტენდენცია მიდის, რომ მარცვლეული ძვირდება, აი ადგილობრივ მწარმოებლებს როგორი მოლოდინები აქვთ აი ამ სეზონთან დაკავშირებით. შარშან იცით რომ რუსეთში გაიყინა 10 რეგიონში ხორბალი მაისის თვეში და ამან გამოიწვია მარცვლეულზე ასე ვთქვათ, ასე თუ ისე დეფიციტი მიუხედავად სანქციებისა,
მაინც ახლოს ვართ და ასე შემოდიოდა ასე თუ ისე იაფა და ნელ-ნელა ძვირდება ფასი, ნელ-ნელა რაღაცა დონეს აღწევს, რომ ფერმერმა ასე ვთქვათ, ამოისუნთქოს და გაზარდოს თვითღირებულების წარმოება ფართობები, იცით რომ 30% დაკლებული იყო წინა სეზონზე, ვეღარ დათესეს იმის გამო, რომ თვითღირებულებაში ვერ გაყიდეს და ვეღარ დაამუშავეს, ვეღარ ცესხე აიღეს და იქ არა ტრაქტორებზე, კომბაინებზე და საწყობებზე გამოტანილი ცესხები გაუძვირდათ, იმიტომ რომ ვერ გაართვეს ვალდებულებას თავი. დღეს მიდის იქითკენ საქმე, რომ წესი და რიგით უნდა იყოს მოსავალი კარგი, ფართობები ნაწილობრივ კიდე გაზრდილია შარშანდელთა შედარებით, მოსავალიც უნდა ვთქვათ, რომ ცუდი არ არის, ჯერჯერობით ურამე სტიქი არ იყო და სეტყვა არ იყო და წყალდიდობები ასე შემდეგ, რომელიც ხელს უშლის აღების წინა პერიოდის დროს და ვნახოთ რა იქნება. ცუდ მოსავალს ყოველ შემთხვევაში არ ველოდებით, ფასებიც ნორმალურია და შეიძლება ასე ვთქვათ, წარმოების გაზრდა და გაგრძელება თუ იქნება ხელშეწყობა. თუ ეს ვერ დაარეგულირა მთავრობამ და თუ ვერ უზრუნველყო ფერმერისგან გაყიდვა იმ ისედაც დეფიციტური პროდუქციის, გამოიწვევს კიდევ ვიძახი ამ დარგის მთლიანად ჩავარდნას და ვინ აგებს ამაზე პასუხს, სასურსა თუ უსაფრთხოებას სამდღიანი მარაგებით შევებრძოლებით, არ გამოვა, იმიტომ რომ ფერმერი მთელი წელი ინახავს, რო გაჭირდება ქვეყანაში, ან თოვლი მოდის, ვერ გადადის უღელტეხილზე მანქანები, ამ შემთხვევაში უფრო აქტიურდებიან და ის რეზერვი, რომელიც თავად შექმნა ფერმერმა და სესხის ფასად საწყობი გააკეთა და დაიმარაგა, ასე ვთქვათ, პერიოდულად ჩდება მოთხოვნა და ისედაც მცირეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეხმარება ადგილობრივი ფერმერი წისქვილსაც და იმ მეფრინველეს თუ მეცხოველეს, რომ ადგილობრივი შეისყიდოს და სულ ეს არის კარგი და ესე არის მთელი ქვეყანა. თუმცა უფრო მეტი ხელშეწყობა შეიძლება ამ მიმართულებით სათესლე ხურბალზე ქონა საუბარი და ამ დარგს ჭირდება ძალიან დიდი ხელშეწყობა, პოტენციალი გავზარდოთ, რის საშუალებაც გვაქვს და 50%-ზე ავიდეთ. დღეს რამდენია ჩვენი თვითუზრუნველყოფის დაახლოებით 20%-მდე, 15-დან 20%-მდე არის საშუალო და შესაძლებლობა გვაქვს მინიმუმ 50%-ის. კი ბატონო ნიკოლოზ, ამ ნაწილში დავაზუსტებთ, თუ შეიძლება ჩვენ გვახსოვს რაღაც ამერიკელები გვეხმარებოდნენ, ხომ გარკვეული ჯიშების, ასე ვთქვათ, კანზასის უნივერსიტეტიდან რამდენჯერმე ეს პროექტი დევს დაწერილია, კი, დადეს დასკვნამად და პირველი რაც იქ გამოკვეთილი არის და ამაზე ბოლოსაც შევთანხმდით, ეს არის ხარისხიანი სათესლე მასალის შემოტანა, რომელიც ქვეყანაში 10 წლეულებია რომ 2-3%-ზე მეტი არ შემოსვლეს დაბალი მაჩვენებელი, მეტი გჭირდება, არ არის რთული საქმე. ამაზე ქონდა სამინისტროსთანაც საუბარი და ახალი მინისტრი მოტივირებულია, რომ ამ მიმართულებით გადაიდგეს ნაბიჯები, რომ ეს ფართობები, სადაც პირობითად 2 ტონა, 200, 2 ტონა 300 საშუალო მოსავლიანობა აქვს საჰექტარო, დაახლოებით ტონაზე მეტით მინიმუმ გავზარდოთ. მინიმუმზეა საუბარი და აგრეთვე როდესაც მეტი მოსავალს ვიღებ და მეტი შემოსავალი გაუჩნდება ფერმერს, სხვა კულტურიდან ისევ შეიძლება ხორბალზე გადმოვიდეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. და ამიტომ ამ მიმართულებით არის დასკვნა და არის სამუშაო. კი ბატონო, და ბოლოს ბატონო ნიკოლოზ, ფასებთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, ჩვენ დღემდე მაინც მარცვლეულზე ვართ იმპორტზე დამოკიდებული და ეს არის რუსეთი ძირითადად და აი ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ, რომ იგივე შეზღუდვები დააწესა რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე, ამან გამოიწვია ფასების ზრდა მარცვლეულზე. აი როგორი მოლოდინები გაქვთ უკვე როცა ახალი მოსავალი იქნება კონკრეტულად ხორბლის შემთხვევაში, როგორი შეიძლება იყოს ფასები? ნუ ალბათ ამას ბაზარი დაარეგულირებს, თუმცა აი წინასწარი ტენდენციები რისი მოლოდინის საფუძველს გიქმნით. წინასწარი არის ხოლმე შემდეგი, ამას უყურებენ პირველ რიგში რუსეთში როგორი მოსავალია, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ივნისის დასაწყისში ჩვენთან იწყება მოსავლის აღება, ამ დროს იქ მოსავლები არ არის. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ფასები იქნება საშუალო, არც დაბალი, არც მაღალი, იქნება საშუალო ფასები დასაწყისისთვის, მაგრამ შემდგომში უკვე ამ პოლიტიკას გადაწყვეტავს ის ფასები, თუ რა დაჯდება რუსეთში, რა რაოდენობა, მაგალითად შარშას წინ 100 მილიონამდე ტონა მიიღეს მოსავალი და ეს იყო სარეკორდო, შარშან ვერ მიიღეს და აი ზუსტად იმის ნიშანია, რომ ნელ-ნელა ცოტა წამოიწია ფასებმა და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ იქნება საშუალო ფასები მოსავლის აღების პერიოდში. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა, რომ ჩაგვაყენეთ საქმის კურსში, რა ხდება თქვენ სექტორში. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. ბენიაიძეს, მადლობა კიდევ ერთხელ ის მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელია.